ჩვენი არხის სპონსორია Derived.com-ი, ეს არის ტრეიდინგ პლატფორმა. თუ რატომ არის საინტერესო და განსხვავებული ტრეიდერებისთვის და არა მარტო ტრეიდერებისთვის, მოკლედ გეტყვით. მოკლედ Derived.com-ი არის ტრეიდინგ პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ როგორც რეალური ფულით, ასევე კრიპტოვალუტებით. რეგისტრაციისას ჩვეულებრივად აკეთებთ demo accounts და გერიცხებათ $10,000, რომელიც არის ვირტუალური ფული, ანუ არ არის რეალური და შეგიძლიათ გააკეთოთ სიმულირება, შეხვიდეთ trade-ში, გატესტოთ თქვენი სკილები, აიმაღლოთ experience-ი და ასე შემდეგ. ხოლო როცა უკვე მზად იქნებით, შეგიძლიათ გააკეთოთ რეალური account-ი, სადაც უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ რეალური ფულით ან კრიპტოვალუტით trade-ში. ასევე Derived აქვს თავისი აკადემია, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ თუ რა არის ტრეიდინგი, რა რისკები არსებობს, სტრატეგიები და ასე შემდეგ. ჩემი referral link-ი იქნება ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. ყურადღება, ტრეიდინგი არ არის ფული შოვნის მარტივი გზა, ის მოიცავს რისკებს და რა თქმა უნდა შეიძლება ფული დაკარგოთ. ამიტომ მე არავის არ გავალდებულებთ რომ ჩარიცხოთ. ეს ყველაფერი არის თქვენი არჩევანი და ყოველგვარ პასუხისგებლობას ვიხსნი თავიდან. ამათლის გაგორება პოკერში კარგი წყვილის მოსვლა, ორი ჯოკერი ან უბრალოდ სლოტებში ჯეკპოტი. თუ ფიქრობთ რომ ამ დროს ზიღბლიანი ხართ, ეს ასე არ არის. დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ თუ როგორ მუშაობს რენდომიზაცია და საერთოდ არსებობს თუ არა რეალური რენდომი. გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ მსგავსი საინტერესო ვიდეოები. მოდით დავიწყოთ უბრალოდ ძირითადი მაგალითებით. რას ნიშნავს რენდომი? მაგალითად, როცა კამათელს ვაგორებთ, შედეგი შემთხვევითია, რადგან გავლენას ახდენს ასობით ფაქტორი. როგორ დავიჭერთ კამათელს, როგორ დავაგდებთ იატაკზე, როგორ დაეცემა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი ფიზიკით იხსნება. რეალურ სამყაროში რენდომი ხშირად სუბიექტურია, ის რაც ჩვენთვის შემთხვევითია, ბუნებისთვის უბრალოდ ფიზიკის კანონებია. მაგრამ ეხლა დაფიქრდით, როგორ უნდა შეიქმნას რენდომი პროგრამირებაში, რომელსაც მხოლოდ ლოგიკა და ალგორითმები აქვს. პროგრამირების ენებში რენდომის მიღება ხდება ფსევდორენდომული რიცხვების გენერატორით, იგივე PRNG. PRNG ალგორითმი იწყება რაღაც საწყისი მნიშვნელობებით, რომელსაც CD ეწოდება. CD-ს მიხედვით ალგორითმი ქმნის რიცხვების სერიას, რომლებიც შემთხვევითად გამოიყურება, რომელიც რენდომად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში დეტერმინირებულია. PRNG იყენებს seeds, ანუ საწყის მნიშვნელობას, როგორც საწყის წერტილს, რათა მოახდინოს რიცხვების გენერაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გენერატორს იგივე seeds მივაწვდით, ის ყოველთვის დააბრუნებს იმავე რიცხვების სერიას. PRNG ასევე იყენებს მათემატიკურ ფუნქციას, რათა CD გადაიყვანოს ახალ რიცხვში. ეს ფორმულები ხშირად მოიცავს მოდულუსის გამოყენებას, რათა რიცხვები კონკრეტულ დიაპაზონში დარჩეს. PRNG არის დეტერმინისტული, ეს კარგი და ცუდი მხარეა, რადგან რიცხვები რენდომად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ისინი წინასწარ პროგნოზირებადია. თუ შენ გეგმავ მოტოვლოგების დაწყებას ან უბრალოდ ვლოგები გინდა გადაიღო, GoPro იდეალური მეგობარი გახდება შენთვის. GoPro Club Georgia-ში შეგიძლიათ შეიძინოთ GoPro-s კამერები და ასევე GoPro-s აქსესუარები ხელმისაწვდომ ფასად. ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, ამიტომ გადადით მის Facebook page-ზე და უკვე იქ ნახავთ ყველაფერს. ასევე აქვთ ოფიციალური საიტი, იქვე წერია ლოკაცია და ნუ ნებისმიერ კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ პირადში მიწეროთ. მოდი ვნახოთ კოდი JavaScript-ის მაგალითზე. აქ გვაქვს math random ჩაშენებული ფუნქცია, რომელიც რენდომად აბრუნებს 0-დან 1-ის დიაპაზონში რიცხვებს, მაგრამ თავდაპირველად ეს ფუნქცია არიღებს seeds. ამიტომ მე რო console log-ში გამოვიტანო math random ჩაშენებული ფუნქცია, მართლაც ყოველი გაშვების დროს რენდომად დამიბრუნებს 0-სა და 1-ს შორის აწილადებს. მოდი გავაკეთოთ ფუნქცია, რომელიც გადასცემს seeds. ამ შემთხვევაში CD მოდი იყოს 42 და რამდენჯერაც არ უნდა გავუშვათ მოცემული random გენერატორი, შედეგი იქნება ყოველთვის იგივე, სანამ არ შევცვლით seeds. შესაბამისად, ნებისმიერი random event-ი თამაშებში, ეს იქნება mobs random spawn-ი, კამათლის random გაგორება, ან სლოტებში წყობა, რეალურად სულაც არ არის random-ი და developers ყოველთვის შეუძლია CD-ს კონტროლი და ამ ყველაფრის თავის სასიკეთოდ მართვა. მაშინ საერთოდ როგორ მიიღება რეალური random-ი და არსებობს თუ არა რეალობაში? 1970 წლებში მეცნიერებმა დაიწყეს ნამდვილი რენდომის ძიება. ერთ-ერთი იდეა იყო ბუნების პროცესების გამოყენება. მაგალითად, რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლის დროს ატომების გაუთვალისწინებელი დაშლის მოვლენები. დღეს ისეთი სერვისები, როგორიცაა random.org, იყენებენ ატმოსფერული ხმაურის სიგნალებს ნამდვილი რენდომის მისაღებად. ეს არის ბუნებრივი, უნიკალური და წინასწარ გაუთვალისწინებელი პროცესი, რომელსაც არანაირი CD არ გააჩნია. არსებობს სპეციალური დივაისები, იგივე HRNG, ანუ hardware random number generator-ი, რომელიც ატმოსფერული ხმაურისგან აგენერირებს random რიცხვს და ეს ითვლება რეალურ რენდომად, რადგან ატმოსფერული ხმაური სრულიად გაუთვალისწინებელი პროცესია. ეხლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე, იყენებს თუ არა
ონლაინ სლოტები რეალურ random გენერირებას, რადგან თამაშის პროცესი სამართლიანი იყოს. სანამ პასუხზე გადავალ, თუ ეს ვიდეო მოგეწონა, გთხოვ რომ დაალაიქო, ამით შენ ძალიან დაეხმარები არხს, ასევე თუ გინდა არხს მხარში დავდგე, გადმოდი ჩემს Patreon-ზე და შეიძინე ნებისმიერი პაკეტი, რითაც ხელს შევწყობ ვიდეოების ხშირად კეთებას. პასუხი მარტივია, არა და ამას თავისი მიზეზები აქვს. ონლაინ სლოტები იყენებს pseudo-random გენერაციის ალგორითმს, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. იმიტომ რომ რეალური random გენერაცია სლოტების შემთხვევაში დაკავშირებულია უამრავ სირთულესთან. ეს არის ინტეგრაცია და შედეგის დრო. რეალური დევაისიდან მიღებულ random-ს გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ალგორითმის მიერ დაგენერირებულ pseudo-random-ს. შესაბამისად, სლოტების უმეტესობა იყენებს pseudo-random გენერაციას. მაშინ როგორ გადის ლიცენზია სლოტის პროვაიდერი? პროვაიდერები გადის პროგრამული უზრუნველყოფის მკაცრ ტესტირებას და სერტიფიცირებას ისეთი ავტორიტეტული დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ, როგორიცაა GLI და SIQ. ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ თამაში შეესაბამება ინდუსტრიულ სტანდარტებს და მუშაობს დაგეგმილი წესით, რაც მოთამაშეებს სანდო სათამაშო გამოცდილებას თავაზობს. რა თქმა უნდა, ეს წინადადება კარგად ჟღერს და უბრალოდ მოთამაშე, რომელმაც არის ის რენდომი რა არის და როგორ მუშაობს, მარტივად იჯერებს, რომ pseudo-randomizatsiით თამაში სამართლიანია. ხოლო თუ შენ ზემოთ ხსენებული ყველა ინფორმაცია გაიაზრე, მარტივად მიხვდები, რომ სამართლიანი ვერ იქნება ის რენდომიზაციის ალგორითმი, რომელიც pseudo-ა და რომლის კონტროლით სიდებით შეიძლება. მაშინ რა დარგებში გამოიყენება რეალური რენდომის გენერაცია? რეალური რენდომი გამოიყენება ისეთ დარგებში, სადაც რენდომიზაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, კრიპტოგრაფია, გათამაშებები და ლატარიები, უსაფრთხოება და ავთენტიფიკაცია, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება და ასე შემდეგ. იდეაში ისეთ სფეროებში ან პროცესებში, სადაც random-ს real time-ში მუშაობა არ ჭირდება, რადგან როგორც თქვით, რეალურ რენდომიზაციას სპეციალური device-ით და hardware-ით ჭირდება გაცილებით მეტი დრო, რომ მიიღოს random-ი. რა თქმა უნდა, თქვენი აზრი გამოხატეთ კომენტარებში, თუ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის შემოდით Discord server-ზე, თქვენთან იყო ჯორცოფტი და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.